ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე. გაბატონინო, სამშვიდობის. გამარჯობა თეონა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევის. ჩვენი დისკუსიის თემა, სტუმრებით შემოგვიერთდებიან თქვენს მერე არიან თქვენი კოლეგები სხვადასხვა პარტიებიდან, არის საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი კრიზისი. თქვენ საგანგაშოდ მიიჩნევთ ამ ვითარებას, მე ვუსმენდი თქვენ კომენტარებს ბოლო დროს. ეს სასამართლო განიხილავს კაბელების საქმესთან დაკავშირებული ნორმის საკითხს და უბრალოდ შეაჩერა ეს განხილვა, ხომ? აი ამ კრიზისში თქვენ მხოლოდ ხელისუფლების ხელს ხედავთ თუ ნაციონალური მოძრაობის კვალსაც? მოდით თეონა, რომ განვიხილოთ ვინ გამოიწვია ეს კრიზისი, განვიხილოთ და გავიხსენოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა 1 წლის განმავლობაში. ხო მართალია? 1 წელი, მოდი აქვე მინდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის სასამართლო, რომელიც კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სწორედ ხელისუფლების შესაზღვრად არის იგი ასე ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. ასე რომ საკონსტიტუციო სასამართლო და სასამართლოს ზოგადად დამოუკიდებლობის ხარისხი იზომება სწორედ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან კანონებს და საკანონმდებლო აქტებს იღებს ხოლმე ხელისუფლება. ხელისუფლება აკეთებს კანონის ინტერპრეტაციას და რომ არ გასცდეს საკონსტიტუციო ჩარჩოს ხელისუფლება, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენს პარლამენტში, უმრავლესობა იღებს კანონებს და არა თუნდაც ძალიან გავლენიანი ოპოზიცია, რომ არ გასცდეს კონსტიტუციას და არ მოახდინოს უზურპაცია ხელისუფლების. სწორედ ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. რაც შეეხება ამ პროცესებს, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ხელისუფლება განაწყენდა საკონსტიტუციო სასამართლოზე და მიზანში ამოიღო 3 გადაწყვეტილების გამო. ეს იყო რუსთავიორთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. გვახსოვს მაშინ რა შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ, არაფერი ისეთი საკონსტიტუციო გადატრიალება მას არ მოუხდენია. მან თქვა, რომ როდესაც მედიასთან და მსგავს ასე სენსიტიურ საკითხებთან და სუბიექტებთან გვაქვს საქმე, არ შეიძლება მყისიერი აღსრულების მექანიზმის ამოქმედება, სანამ დავა არ არის დასრულებული საერთო სასამართლოებში, იმიტომ რომ ამას მოყვება სააპელაციო სასამართლო, მერე მოყვება უზენაესი სასამართლო და სანამ ბოლომდე არ არის დადგენილი ასეთი საკითხის მყისიერი გადაწყვეტის. შემდეგ ეს იყო უგულავა. უგულავა ნორმა, რომელიც იყო ძალიან კაბალური. მოდით, აი ასე ვთქვათ, ეს კანონები თავის დროზე მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და საშინელება ის იყო, რომ მაშინ არც არავინ აპროტესტებდა საკონსტიტუციო სასამართლოში და რომც გაეპროტესტებინა, მაშინ სწორედ ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის დაქვემდებარებაში და გავლენაში რო იყო საკონსტიტუციო სასამართლო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად გამოიტანდა ამ ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხს. ამიტომ არის ცუდი, როდესაც ამ და გიგი უგულავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ის კი არ უთქვამს, რომ უგულავა დამნაშავე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ სანამ ადამიანი 9 თვეზე მეტი არ შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში, ამიტომ იქნა იგი 1 თვით გამოშვებული. ეხლა ამის მერე მოხდა უმრავლესობის დეპუტატების შეტევა, აქციების გამართვა, რომელიც სხვათა შორის არ იყო გამოხატვის თავისუფლება, სწორედ იმიტომ რომ კანონის შეკითხვას დაუშვებთ ოცნებას. მე ერთი რამე და ჩვენ არ გვაქვს დრო ქალბატონინო და შემდეგ მინდა ვთქვა, კანონით განახორციელა შეტევა, უკვე საპარლამენტო შეტევა, სადაც
მისგან მართულ ერთ მოსამართლეთა უმცირესობას აქვს შესაძლებლობა ნაციონალური მოძრაობა მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილება. მე მინდა რომ უბრალოდ მოვასწრო კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ. ახლა ხან ნახე არქივიდან ირაკლი ჩიკოვანი ციტატა თქვენი თანაპარტიელის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორცთან დაკავშირებით, ხო? და მაშინ ირაკლი ორი ბორდის, ასე ვთქვათ, ორი ბორდი შეიქმნა ამ გადაწყვეტილების გამო და ვერ გაუშვეს ძველები. ჩიკოვანმა მაშინ თქვა, რომ მოსამართლე ვარძელაშვილი და მისი დამოუკიდებლობა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო, რადგან ის მუშაობდა ადეიშვილთან. ეს მაშინ თქვა თქვენმა თანაგუნდელმა. იზიარებდით მაშინ მის სულისკვეთებას და დღესაც იზიარებთ ამ მის შეხედულებას და კიდევ ერთი მინდა კითხოთ და მე აღარ შეგაწუხებთ, მე პირდაპირ პასუხი გამეცეთ. კიდევ ერთი სარჩელს განიხილავდა, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იყო მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და იქ ვერ მოხდა გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიღებულიყო 4-4-ზე გაიყო ხმები. სწორედ ამ ფაქტზე ლაპარაკობს დღეს ხელისუფლება და რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიიღო ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ შეიქმნებოდა საარჩევნო კრიზისიო, რადგან თუ კი ნორმა გაუქმდებოდა, არჩევნები ვერ ჩატარდებოდა, ხო? გაუქმებული ნორმის პირობებში. ანუ ის რომ სერიოზული გავლენა შეეძლო ოპოზიციური პარტიის ასე ვთქვათ, აქტივობებს და თუნდაც მათ რომ მოეგოთ არჩევნები, ამას რომ გავლენა ექნებოდა პროცესი, ამას ამბობს ხელისუფლება. თქვენ არ იზიარებთ ამას, რომ შეიძლება კრიზისი შექმნილიყო, აი რატომ? და თქვენი თანაგუნდელის მე უმრავლესობაშიც რო ვიყავი, მაშინაც იგივე პოზიციები მქონდა ინსტიტუტებთან დაკავშირებით და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, მომწონდა ეს ინსტიტუტი თუ არ მომწონდა. მე ვარ დარწმუნებული, რომ თუ გვინდა თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტები, მას უნდა დაანებოს ხელისუფლებამ თავი. იქ, სადაც ხელისუფლების საქმე არ არის. ოპოზიციამაც უნდა დაანებოს თეონა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენთვის რიგითი მოქალაქეებისთვის ვის შექმნის ამ კრიზისს, თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე აქვს გავლენა, მე არ შემიძლია გადაწყვეტილებებით, ეხლა რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, მე ამ გავლენაზე ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ თუ არის უკანონო გავლენა, ეს არის კრიმინალი და ეს არის სწორედ გამოსაძიებელი და სამწუხაროდ ნდობა აქვს საგამოძიებო ორგანოებსაც დაკარგული ამ ქვეყანაში, თორემ ნორმალურ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ეს ხელისუფლების უზურპაცია კი არ არის. ეს არის კრიმინალი, რომელიც უნდა გამოიძიოს საგამოძიებო ორგანოებმა. რაც შეეხება კაბელების თემაზე და ამ სარჩელზე მინდა მოვასწრო ლაპარაკი. ძალიან კარგად ვიცით, რომ კაბელების საქმე ჩვენთვის თავიდანვე იყო პოლიტიკური საქმე და როდესაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ჩვენ ერთად სააკაშვილის რეჟიმს იმიტომაც ვებრძოდით, რომ მას ყავდა მორჩილი სასამართლო. მორჩილი სასამართლო, რომლის ერთ-ერთი განსახიერება არის ლევან მურუსიძე, რომელსაც დღეს ოცნების ხელისუფლებამ ჩაატარა სასამართლო, სწორედ იმიტომ, რომ ისევე მორჩილი ყავდეს, როგორც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა მორჩილებაში სასამართლო. ბევრი გადაწყვეტილებები ეხლა სასამართლო არ არის ნამდვილად დღეს იმ მდგომარეობაში, დღეს პაპუაშვილის ბინასთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეზე დგება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ნაწილობრივ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, მაშინ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და კაბელების საქმეზე ეს 5 ადამიანი 7 წლით უდანაშაულოდ გაუშვეს ციხეში. ჩვენ რა გავასაჩივრეთ? ჩვენ გავასაჩივრეთ ისევ ის ნორმა, რომელიც ამ ხელისუფლებას კი არ მიუღია და ალბათ ამ ნორმით ბევრი სხვა ადამიანი იჯდა ნაციონალების ხელისუფლების დროს ნორმის ინტერპრეტაცია გავასაჩივრეთ და არა ნორმა, როდესაც ადამიანებს არც ბრძანება დაუწერიათ, არც ფული მათ განკარგვაში არ ყოფილა და საერთოდ არანაირი შეხება არ ქონია
ფულთან ეს ადამიანები გაფლანგვის ბრალდებით არიან გაშვებული ციხეში და ჩვენ გავასაჩივრეთ სწორედ ის, რომ ასეთი ინტერპრეტაცია 192 ნორმის, რომ აღარასოდეს არ მოხდეს, რადგან ამ ნორმის მიხედვით ნებისმიერ საჯარო მოხელეზე თუ შეიძლება მის მიმართ იყოს პოლიტიკური ინტერესი, ნებისმიერი საჯარო მოხელე შეიძლება გაუშვან ციხეში. კარგით, ქალბატონო, ჩვენ რო აღარ გვაქვს სამწუხაროდ განხილვა ალბათ გაგრძელდება. ეხლა შეჩერებულია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მოკლედ. დიახ, მე ვესაუბრე ჩემი კაბელების საქმის ადვოკატებს, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ სარჩელების შეცვლაზე და ისინი მეუბნებიან, რომ სწორედ ის ბეჭდვითი სახით სარჩელი, რომელიც დარეგისტრირა და არ გამოცვლილა, ზუსტად ამას მოაწერა ხელი ტურავამ და სწორედ ეს სარჩელი არის შესული ველი თემა. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. ნინო გოგუაძე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვერდება სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი. ბატონო სერგი, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ თქვით, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც დასტურდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებითო. არც ერთი ეს მოსამართლე შუალედური ანგარიშით პროკურატურის არ აღიარებს ზეწოლას. პაპუაშვილის განცხადებების მოყვანა იმის დასტურად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში კრიზის ქმნის ხელისუფლება და იქ ნაციონალურ მოძრაობას ხელი არ მიუწვდება საერთოდ, დამაჯერებელია? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს განცხადება არ იყო მარტო ბატონი პაპუაშვილის, ეს იყო ასევე კიდევ ერთი მოსამართლის განცხადება, თუ კარგად გახსოვთ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ აქვს ინფორმაცია ამ ზეწოლის შესახებ. დანარჩენი მოსამართლეები მივიდნენ პროკურატურაში, მათ ჩამოართვეს ჩვენებები. ის რომ ამ წუთში ჯერ კიდევ ისინი არ ამბობენ არაფერს ამ ზეწოლის შესახებ, შეიძლება მეტყველებდეს დამეთანხმეთ ამაში, რომ შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ზეწოლა ისეთი დიდია, რომ მათ არ უნდათ, რომ ამის შესახებ ისაუბრონ ღიად. მთავარი მიზეზი, რატო შეიძლება ეს ასე ხდებოდეს, არის ის, რომ ნდობა არ არსებობს პროკურატურის მიმართ. რატო არ არსებობს ნდობა პროკურატურის მიმართ? იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურა იქცა ერთი კონკრეტული ადამიანის ჯიბის პროკურატურა და ძალიან ბევრი საქმეა დაწყებული წეღანახსენები კაბელების საქმით, დამთავრებული სხვა ნებისმიერი პოლიტიკური საქმით, რომელიც საქართველოში იყო. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც უცნაური ჯადოსნური წრი არის ზეწოლის რისი ეშინია ბატონო სერგი ამ ადამიანებს ესე ხომ შეუძლებელია თუ ყველას ეშინია არავინ არაფერს არ იტყვის არავინ არაფერს არასდროს არ გაუმხელს საზოგადოებას ნუ მაშინ რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს რასაც ლაპარაკობთ საერთოდ ხომ რისი ეშინიათ ამ ადამიანებს რა შეიძლება დაემართოთ საუბედუროდ ისეთი სიტუაცია შეიქმნა დღეს საქართველოში, რომ ამ ინსტიტუტებს აღარ გააჩნია ხალხის ნდობა. არ გააჩნია არც პროკურატურას, არ გააჩნია არც ნებისმიერ სხვა საგამოძიებო უწყებას და უკვე აღარ გააჩნია აღარც სასამართლოს. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, ეს გამოკითხვების დასტურდება და ამაზე სხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და უამრავი კრიტიკული განცხადება ისმის, იგივე ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღარაფერს აღარ ვამბობ საერთაშორისო განცხადებებზე, რომელიც თვი არ გავა რო არ იყოს ამ თემაზე. ხა მარტო ნაციონალური მოძრაობა არ ლაპარაკობს ამაზე. მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, რომ ეს ყველაფერი მიდის ერთ კონკრეტულ ადამიანთან. ამ ინსტიტუტების დასუსტება, ჩამოშლა მიდის ერთ კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც თავისი კონკრეტული დღის წესრიგი გააჩნია. და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იქცა ამ ადამიანისგან წნეხის ობიექტად, იმიტომ რომ მას უნდა თავისი მიზნების მიღწევა. ეს თავისი მიზანი ეხება რუსთავიორს პირველ რიგში და მეორე სხვა პოლიტიკურ საქმეებს. ხო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს რუსთავიორთან დაკავშირებით თავისი ინტერესი. აი თქვენი ოპონენტები ლაპარაკობენ სტატისტიკაზე. მაგალითად, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პლენუმში გადაცემული საქმეებიდან არც ერთი არ განხილულა 4 თვეზე ნაკლებ ვადაში. უგულავას 2 საქმე განიხილეს 3 თვეშიო და ეს გარემოება თქვენი აზრით არ ამყარებს ეჭვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თქვენი პარტიის დღის წესრიგს მიყვება.
ორი შენიშნა პირველი. როდესაც საკუთარ სასამართლო განიხილავს საქმეებს, საერთაშორისო მიღებული პრაქტიკა არის, რომ ის განიხილავს საქმეებს მნიშვნელობიდან გამომდინარე და არა კონკრეტული რიგითობიდან გამომდინარე. ამიტომ, როდესაც რაღაც საქმეს განიხილავს უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს არის საშუალო სტატისტიკა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასე რაიმე გავლენა არის. როდესაც ადამიანის წინასაპატიმრობაში ყოფნაზე ეხება საქმე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ უფრო ადრე იყოს განხილული. იგივე სტატისტიკაში რუსთავი ორი საქმეზე როგორ არის, ხო არ გახსოვთ, ამდენი თვე გრძელდებოდა განხილვა. თქვით, გისმენთ. არა, უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ საინტერესო სტატისტიკა, რომ 8 თვე გრძელდებოდა და დღეს უკვე გადასცა 9 თვიანოდას. ანუ ანალოგიურად თუ მიუდგებით იმ თემაზე, რომელზეც მართლაც გაგვეჩნია ინტერესი, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული მედია არსებობდეს საქართველოში, ისეთი მედია, რომელიც ღიად უჭერს პროდასავლურ ორიენტაციას და ღირებულებებს მხარს და მედია, რომელიც არის პირდაპირ შეტევის ობიექტი ივანიშვილის მხრიდან. ამისი საქმე ხო უფრო დიდი ხანი გრძელდება. ანუ ეს სელექციურად რაღაც სტატისტიკის მოყვანა არ არის ჩემი აზრით მიაშეწორებული. რაც შეეხება კიდევ ერთხელ, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანის ინტერესი და ამ ადამიანმა სასამართლოს მიაღებია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც არის აბსურდთან ახლოს ყოფი. რუსთავი ორის საქმეზე მინდა გაგახსენოთ, ყველაზე მთავარი რაც დღეს განიხილება საკუთარ სასამართლოში. ეს არის მუხლი, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ ამორალურ გარიგებას. ანუ თუ ეს მუხლი დარჩება და იქნება აღიარებული კონსტიტუციურად, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ან მე თუ რაღაცა გვაქვს ვაყიდული 10 წლის წინ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მაშინ იყო საბაზრო ფასი. მაგალითად, მანქანა გავყიდეთ რამდენიმე 1000 დოლარი უფრო. არა, იურიდიულ შეხედულებით. უაღრესად არა, ეცად. უაღრესად ისწავლე ამას, იმიტომ რომ თუ მე მაგალითად გავყიდე მანქანა 2000 დოლარით უფრო იაფად რამდენიმე წლის წინ, ვიდრე იყო საბაზრო ფასი. ეს გადაწყვეტილება თუ ერთად ძალაში ნიშნავს, რომ მე დღეს შემიძლია მოვძებნო იმ მანქანის მე-5 ან მე-6 მფლობელი და ვთქვა, რომ ის ჩემი გარიგება მაშინ იყო ამორალური და მას მანქანა წავართვა. ზარალის ანაზღაურება კი არ მოთხოვო. მთლიანად წავართვა. ქვეყნის ეკონომიკას უთხრის ძირს ესეთი ტიპის გადაწყვეტილების დატოვება. საღაზრზე არის აქ საუბარი. აქ არ არის საუბარი რაღაცა იურიდიულ დეტალებზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი. კარგი, ბატონ სერგი, ერთი შეკითხვა. ანგრევს უბრალოდ აი ამ იურიდიულ ურთიერთობებს. ერთი შეკითხვა, ქალბატონმა ნინომ წაგართვათ ბევრი დრო, ამიტომ ერთი შეკითხვა მაქვს და პასუხი. ჩემს მომდევნო სპიკერს წაართვათ და დამიკომპენსირებთ. მე შეიძლება სხვა სტუმარი გადაცემის მიღმა დამხდეს და ამიტომ ვჩქარობ, მაპატიეთ. მართველი პარტია ლაპარაკობს არ შემდგარ საკონსტიტუციო რევოლუციაზე, რომელსაც თქვენ აწყობთ. ასე ამბობენ ისინი და რომ ეს გეგმა ჩაიშალაო, ლაპარაკია სარჩელზე, რომლის დაკმაყოფილებით შემთხვევაში თქვენ ითხოვდით იმ კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება აი მაჟორიტარული ოლქების დაყოფას, ხო, ნაციონალური მოძრაობას სარჩელი იყო ასეთი. ეს არ შექმნიდა ამ 4-4-ზე გაიყო ხმა როგორც ვიცი და გადაწყვეტილება ვერ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ რომ მიიღო ეს ხომ შექმნიდა რეალურად საარჩევნო კრიზისს. და ვინ შექმნიდა საარჩევნო კრიზისს? შეიქმნებოდა ამ ნორმის გაუქმებით, არა? ხელმძღვანელმა არა, ხელმძღვანელმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საკუთრივ ჩვენი აზრით, ჩვენ ესე ვგჯერა, რომ საკუთრივ სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებიდან, წინა გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ ისე გააერთიანა საარჩევნო ოლქები, რომ ის მოთხოვნა, რომელიც დააწესა სასამართლომ, არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ესეთი ტიპის გაერთიანება ოლქების ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ეს გავასაჩივრეთ. ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული პროცესი, რომელიც არ დაგვიკმაყოფილა სასამართლომ, რა ვქნათ ახლა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ვიყავით, მაგრამ ესე გადაწყვიტა და თუ ზეწოლა იყო, როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ეს საქმე წავაგეთ. ესე იგი, აქ რა ხდება, იცით? იმისათვის, რომ აირიდონ თავიდან სერიოზული პრობლემატური თემა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია და პირადად ივანიშვილს გააჩნია ზეწოლა სასამართლოზე და საკონსტიტუციოზე კი არა მარტო, სხვებზეც, ურთმელიძეც გვახსოვს, ნაზღაიძეც და სხვა დონეზე რა საშინელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ხო? ეხლა ცდილობენ, რომ ჩვენზე გადმოიტანონ ისრები და ხან გვაბრალებენ, რომ ვაპირებდით რაღაც გადატრიალებას სასამართლოს პარაგრაფში, ხან გვაბრალებენ რაღაც არჩელი გამოცვალეთ, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხებოდა. ანუ აბსურდში ვართ შესულები რა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ამ წუთში ყველამ უნდა აცადოს პირველ რიგში ბუნებრივია ეს არის ბატონი ივანიშვილი და ის უწყებები, რომელსაც ის იქვემდებარებს, უნდა აცადოს სასამართლოს მუშაობა, არ უნდა იყოს გავლენა, თუმცა უკვე მე მგონია, რომ შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, იმდენად შორს შევიდნენ ისინი და ისეთ რამეებზე წამსვლელები ჩანან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქმე, რომელიც დღეს განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვსაუბრობ რუსთავი ორის საქმეზე, მარტო რუსთავი ორს კი არ ეხება და მარტო ერთ კონკრეტულ მედია კომპანიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე კი არ არის. ასევე ძირს გამოუთხრის ფუნდამენტურ საკითხს, როგორც არის ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებში. ამ თავრობამ ერთსამეს დავამატებ მარტო.
ამ თავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეკონომიკა დაეყენებია სრულიად შეუქცევად ფუნდამენტურად არასწორ გზაზე. და იმის ნაცვლად, რომ ეხლა ეკონომიკაზე ვფიქრობთ და ეკონომიკაზე ვქონდეს დებატები ჩვენ იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ხალხის კეთილდღეობა და რა კონკრეტულ ინიციატივებს თავაზობთ პარტიები, ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გავათავისუფლოთ საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილის ზეწოლისგან. ანუ იმდენად ცუდად არის საქმე, რომ კი ერთხელ ვამბობ, ხალხისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეალურად მათ ჯიბეებთან კავშირში არ მყოფ თემაზე გვაქვს საუბარი. ძალიან სამწუხაროა, რომ აი ეხლა თქვენი პასუხი გასაგებია. დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჩვენი სტუმარი არის ეხლა ქართული ოცნების მამუკა მდინარაძე, ახლად შეერთებული, ხო? ამ პარტიას. ბატონო მამუკა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? გამოიძიათ თუ არა პროკურატურამ მოსამართლეების წინააღმდეგ გამართულ აქციებში დანაშაულის ნიშნები? ბოლო პერიოდში თქვენი ოპონენტები სულ ამაზე აკეთებენ აქცენტს, რომ მაშინ ეს არ იყო მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება, არამედ იყო კანონის დარღვევა და ეს საქმე არ არის გამოძიებული. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ საქმეზე? და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხელისუფლება ლოიალურია ასეთი აქციების მიმართ და ლოიალური იყო? პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ოდნავ შორიდან დავიწყებ თქვენი ნებართვით, თუ ამის დრო გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს არის ასეთი მოცემულობა, პოლიტიკურ მოცემულობაზე ვამბობ, რომ არის ერთადერთი ძალა ქართული ოცნება, რომელიც სიმთეში არის როგორც ეროვნული ძალა, ასევე ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ძალა, პროფესიონალი, ერთი წუთით თუ შეიძლება და ამასთან რატო დავიწყე ასე შორიდან? ამასთან დაკავშირებით ოპონენტები თავის სტრატეგიას ბუნებრივია იმუშავებენ და ამ სტრატეგიის ნაწილია პიარის, აგრესიული პიარი, რომელიც გვესმის ოღონდ ძალიან ზოგადი კონტექსტის კონკრეტულ არგუმენტებზე ისინი არასდროს პასუხებს არ სცემენ და პიარის გარდა ბოლო იმედი, მე ვფიქრობ, დარჩენილიყო საქართველოს სამწუხაროდ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი როლი როგორც ჩანს, ისე კარგად, როგორც ჩვენს ოპონენტებს უნდა ვერ შეასრულა. მოვლენები გამიტარდა ასე. ჩარაკითხვა შეიძლება. აი, ბატონმა სერგიმ გასცა ამას პასუხი. ჩვენ როგორ ვაწყობდითო რევოლუციასო, როდესაც იმ კანონზე შევიტანეთ სარჩელი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, უმრავლესობამ მიიღო. არ არის ეს არგუმენტი? ეს არგუმენტი არ არის. მოდი, თუ ვიტყვით რა ხდებოდა სინამდვილეში, ჩვენ ყველა მივხვდებით და მაყურებელიც მივხვდება ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრიც, რომ ეს არ არის არგუმენტი და რატო? რაზე იყო ლაპარაკი? საუბარი იყო კანონზე, რომლის მიხედვითაც გადანაწილდა უკვე საარჩევნო ოლქები და მისი გეოგრაფია. ნაციონალები ცდილობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ეს გეოგრაფია შეეცვალათ. შეიძლება არსებითი მნიშვნელობის მქონე ეს ცვლილება არ ყოფილიყო, ეს რომ მოხდარიყო 1 წლის წინ, მაგრამ ახლა იყო საჭირო რა, ხელახლა უნდა შეკრებილიყო პარლამენტი, თუ დაკმაყოფილდებოდა ამ შემთხვევაში, ხომ და იცოდეს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც გვისმენს, რა მოხდებოდა. უნდა შეკრებილიყო ხელახლა პარლამენტი, უნდა მიიღოთ კანონი, უნდა გადაწყობილიყო მთელი საარჩევნო სისტემა, რაც უთუოდ ბოლო თვეებში 2 თვით ადრე ეს გამოიწვევდა საარჩევნო კოლაფს და პოლიტიკურ კრიზისს. მაგრამ როდესაც ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ხმები 4-4-ზე გაიყო, პაპუაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დარწმუნდა, ეს ჩემი აზრია და ეს არის ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი, დარწმუნებული ვარ ასევე საზოგადოების, არ მხოლოდ ჩვენი პარტიის და ხელისუფლების, რომ ამ ხმების გაყოფის შემდეგ და ამ მიზნის ვერ მიღწევის შემდეგ მათ მიხვდნენ, რომ ეს არ მინდა ესეთი გამოთქმა ვიხმარო ხოლმე, კოლზი ნაცაში ჩაუვარდათ და გადაწყვიტეს სხვა უფრო აგრესიული პიარით გადაეფარათ ეს მარცხი. და პიარი როგორც ხედავთ, წარმატებით მათი ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ ამასობაში ამოვარდა სრულიად მნიშვნელობით 2 ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა. პირველი, როდესაც პლენუმზე გადაცემიდან მეორე დღესვე ინიშნება საქმეები, ესე იგი საუბარია მაგალითად რუსთაველის საქმეზე შეიძლება 4 მოსამართლე, რომელიც მანამდე მას განეხილავდა, ისრობს ამ საქმეს, მაგრამ სხვა 4 მოსამართლე ასევე და მეხუთე თავმჯდომარე, რომელიც თავმჯდომარე ალბათ იცნობს ამ საქმეს, მაგრამ მინიმუმ 4 მოსამართლე, რომელიც არ იყო ჩართული ამ საქმის განხილვაში, ამ საქმეს არ იცნობს და მეორე სარჩელების გამოსვლა. აქ არ არის მხოლოდ სარჩელების გამოსვლაზე საქმე გავაკეთოთ. აქ არის იმაზე საუბარი, მიმდინარეობს უკაცრავად, მიმდინარეობს საქმის ჩაწყობა თუ სარჩელის გამოსვლა მართალია. თუ მართალი. ხო, რადგან ეს მხოლოდ ურავად რატომ შეიძლება იყოს მართალი, მე თქვენ გეტყვით. ჩაწყობა მიმდინარეობს იმიტომ, თუ ეს მართალია, კი ბატონო, ამასაც გაუსვამ ხაზს, აუცილებლად იმიტომ, რომ დიახ,
სარჩელი უკან გაბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე, რომელიც არის მხარდამჭერი ამ სარჩელისა და შესაბამისი შედეგისა, ნახავდა, რომ ეს სარჩელი ამ ფორმით ვერ დაკმაყოფილდება. ხომ ასეა? და რატომ მჯერა პირადად მე, როგორც იურისტი და ჩვეულებრივად ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს, რომ ეს არის მართალი. პურავა სხვანაირად ამ სარჩელის არსებობის შესახებ ვერ გაიგებდა. როგორ უნდა გაიგო, ამ ადამიანს ვერ დაესიზმრებოდა უკაცრავად ამ გამოთქმასაც. ანუ დააწერეს არა. თუ ის განცხადება, რომელიც 5 მოსამართლის საპასუხოდ 3 მოსამართლემ გააკეთა, არის მართლა და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა, ეცვლებოდა მხოლოდ ეს მხოლოდ კანცელარიაში მოხდა. საიდან უნდა გაეგოთ ურავად ამის არსებობის შესახებ? თუ მასთან არ მოხდებოდა პირველი სარჩელი და მე არ ნახავდა სხვაობას მეორე სარჩელს შორის და პირველ სარჩელს შორის, ის ვერ გაიგებდა ფიზიკურად ამას და ვერ გაახმაურებდა. შესაბამისად, მე არ მინდა რომ თქვენი კითხვა უპასუხოდ დავტოვო. იყო რამდენიმე განცხადება პაპუაშვილის მხრიდან, ერთი განცხადება 2014 წელსაც მან განაცხადა თითქოს ვიღაცამ შეაგინა და ეს მან ჩათვალა საფრთხე პაპუაშვილის განცხადებების ქრონიკა ვიცი. და ჩვენ ნახეთ კვერცხების სროლის ფაქტიც, რაც ძალიან სამწუხარო, ამაზე ყისიერი რეაგირება მოხდა, ის ადამიანები იყვნენ დაპატიმრებულები, გადაყვანილები და მათ შეეფარდათ ჯარიმა. ეს იყო რეაქცია პოლიციელი. რეაგირება მოყვა და როდესაც ამბობენ რომ რეაგირება არ მოყვა, ეს არის პული, არ არის მართლა. ბატონო მამუკა, არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლება კი არ ცდილობს, ეს აი შუა ესე ზომიერ აზრს გეუბნებით მთელ ამ პროცესზე, რომ ხელისუფლება კი არ ცდილობს მოსამართლეებზე ნაციონალური მოძრაობის გავლენის გამოვლენას და ამის მხილებას და პრევენციას და გამორიცხვას. არამედ ამას პასუხობს საკუთარი გავლენის გაძლიერებით სასამართლოში. აი ის რომ ცხრიდან უკვე 5 მოსამართლე პრეტენზიებს უყენებს თავმჯდომარეს, როდესაც ეს ადრე ასე არ იყო. ეს ნიშნავსო, რომ ოცნების გავლენა იზრდება, სუსტდება ნაციონალური მოძრაობის. თუ კი თქვენ პარტიას მიაჩნდა, რომ ეს მოსამართლეები ექვემდებარებიან პარტიულ გავლენებს ზოგადად, ხომ, საკონსტიტუციო სასამართლოში. რატომ არ შეიძლება ისინი დაექვემდებარონ თქვენი პარტიის გავლენებს? აი, რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ? იცით რა, ლოგიკას ვერ ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხრიდან არის მხოლოდ მონაყოლი და ისიც დაინტერესებული მხარის, ანუ საუბარია პაპუაშვილზე, მეორე მხარეს არის მტკიცებულებები, რაც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება მტკიცებულებებით გაჯერებულ ლოგიკაში და არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მონაგონ ამბავში. ეს არის ლოგიკა. რატომ არ დაექვემდებარებიან ან დაექვემდებარებიან ამისთვის თუ კი ეს ადამიანები არიან ძალიან მოწყვლადები პოლიტიკური გავლენისთვის. როგორც ჩანს არ არიან. ნაციონალური მოძრაობისთვის ხელისუფლების გავლენასაც დაექვემდებარებიან როგორც ჩანს არ არიან, იმიტომ რომ 5 მოსამართლემ შეძლო ის რაც აქამდე პრინციპში ჩვენ არ გვინახავს ქართული სამართლის ისტორიაში, რომ ისინი წინ აღუდგნენ რომელიღაცა აღარ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაზეა საუბარი ყველამის, მაგრამ იმ პარტიის გავლენას, რომლის პრაქტიკულად წევრებიც არიან ადამიანები ამავე სისტემაში. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ დღეს საუბარია მთელ დღე ამაზე ინტერვიუში ჩამოვარდეთ, თუმცა ეს ნაცვლობა შეიძლება პირდაპირ გაწერილი საფუძველი არ იყოს ნაცვლობის, მაგრამ როდესაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, როდესაც საქმის შედეგით დაინტერესებულია მოსამართლე და ასეთი ლოგიკის საფუძველი ჩვენ გვაქვს, ხო, ბუნებრივია. ეს არის შემთხვევა, მტკიცებულებებზე საუბრობ, კლავ და მე კანონზე უნდა გითხრათ, აუცილებლად ეს ერთ-ერთი ძალიან კონკრეტია. კი ბატონო, ეს არის შემთხვევა, როდესაც ნებისმიერ სახელმწიფოში ღირსების მქონე ადამიანი მიიღებდა გადაწყვეტილებას მაგალითად გადადგომის შესახებ. ვინმე არ აღიქვას ახლა ჩემი განცხადება, რომ მე მოუწოდებ თქვა პაპუაშვილს გადადგომის ვადა ეწურება, მაგრამ ეს არის შემთხვევა, როდესაც ის მინიმუმ 3 მოსამართლეს აიძულებს, რომ იყვნენ მის მიმართ უღალატონი ამ შემთხვევაში და შეიძლება ამ მორალითაც მოქმედებს ის 3 მოსამართლე. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეიძლება არც იყოს რაღაც განსაკუთრებული ზეწოლა პაპუაშვილის მიმართ მხარდაჭერის მოტივებით, რაღაც ინტერესებით, რომელსაც დაკავშირებული. ამას ჭირდება გამოძიება. ეს შეიძლება იყოს ინტერესი, ეს შეიძლება იყოს ზეწოლა და ზეგავლენა, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სიმპათია პაპუაშვილის მიმართ. ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და გამოძიების ფაქტებს, რომელიც დაწყებულია. მე ვფიქრობ, რომ ეს განვითარებაც უნდა ქონდეს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პაპუაშვილის მხრიდან ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება ესეთი იქნებოდა, ის გაათავისუფლებდა იმ ფსიქოლოგიური, როგორც მინიმუმ წნეხისგან თავისივე თანამშრომლებს, რომლებიც 3 მათგანს, რომელიც
ასე უჭერენ ხარს დღეს. კარგით, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მამუკა დინარაძე იყო ჩვენი სტუმარი, ამდენ მოკლედ უნდა თქვა ხოლმე. მამუკა დინარაძე ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ახლა მოკლე სარეკლამო ჭრა გვაქვს და შემდეგ დავბრუნდებით ახალი საარჩევნო ბლოკის, ასე ვთქვათ, წევრებთან ერთად დაგველოთ.